ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქედის საკრებულოს ინიციატივების დაბლოკვაში ადანაშაულებს. 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 101 ოჯახისთვის ფულადი კომპენსაცია გამგეობას დღემდე არ გაუწია. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა ოპოზიციური პარტიის ინიციატივა. შესაბამისი მიმართვა ვაჟა-ბოლქვაძემ ბიუროს განსახილველად გადაუგზავნა. თუმცა საკითხი საკრებულოს ხდომაზე გატანა არ გადაწყდა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ადასტურებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ინიციატივის დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა, რადგან საკითხზე საქართველოსა და აჭარის მთავრობა უკვე კარგახანია მუშაობს და კომპენსაციების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. შესაბამისად, ინიციატივის საჭიროება არ არსებობდა. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს არ გვეძლევა საშუალება ჩვენი უფლება-მოვალეობის შესრულება. ესე იგი, უამრავი პროექტი ინიცირებით, რომელიც საკრებულოში შევედით, იბლოკება 2012 წლის შემოდგომაზე მოხდა მიწისძვრა ქედაში. სამთავრობო კომისიამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა, 101 ოჯახზე არის კომპენსაცია გასაცემი, რომელიც 2 წელზე მეტი გავიდა და ეს თანხა არ აუღია. ეს საკითხი ფაქტურად გადაწყვეტილია, გაიარა მასში რა თქმა უნდა სამთავრობო კომისია, შემდგომ მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა კიდე და ეხლა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ეშელონებში მიმდინარეობს მაგის განხილვა და დაღმუშტება ყველა მონაცემის. გაცემული იქნება უახლოეს ხანებში სწავლობთ ეს კომპენსაცია და ეხლა აგენი ქმნიან სიტუაციას, თითქოს რაღაცა საკეთებენ ქვეყნისათვის და ხალხისათვის. 10 წელი იყვნენ და არაფერი არ გაუკეთებიათ გარდა ქვეყნის გაყიდვისა.